მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და დღეს სტუდიაში კვლავ მოვიწვიეთ ამ თემაზე სასაუბროდ ბატონი გიორგი გვასალია, თეოლოგი, თქვენ კარგად იცნობთ გიორგის ამ ციკლს გიორგისთან ერთად მივყვებით. დღევანდელი ჩვენი საუბარი იქნება მამამთავარი იაკობის შესახებ, ჩვენ მხოლოდ დავიწყებთ საუბარს, ალბათ რამდენიმე გადაცემა დაჭირდება, რადგანაც იაკობი არის განსაკუთრებული ფიგურა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ უკავშირდება მის ცხოვრებას, ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით წმინდა წერილში სიტყვებს უფალი ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა, იაკობია სწორედ, რომლის სახელით შემდგომში ისრაელი გახდა და ისრაელი ეწოდა ერს, ასე რომ საკმაოდ ფართეა საკითხები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მამამთავარ იაკობს. გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მადლობა მოწვევისათვის მოგესალმებით. იაკობი დაარქვეს ისააკმა და რებეკამ, თუმცა მერე ღმერთმა დაარქვა მას სხვა სახელი ისრაელი და ამ ისრაელის სახელით დღეს ჩვენ ვიცნობთ ერს, ოდითგანვე ეს სახელი დაერქვა ამ უძველესი სახელმწიფო, ამგვარად ეს კიდევ ერთხელ ხას უსვამს, რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი არის იაკობი ბიბლიურ თხრობაში, ბიბლიურ ისტორიაში. მამანდრია იაკობის შესახებ, როდესაც იწყებს წმინდა წერილი საუბარს, თხრობისასაც იგრძნობა, რომ იწყება რაღაცა ახალი. ახალი არა თვისობრივად, არამედ საერთო განგებულების რეალიზების თვალსაზრისით. ახალი მამამთავარი გამოდის ამ მოღვაწეო ასპარეზზე. თითქოს და თავიდან არ ვიცით, რა მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ აი ძალიან სიმპტომატურია თვითონ ამ ჩვენ ციკლს გზაჯვარედინი ეწოდება იაკობის ცხოვრებაში ჩვენ მართლა ძალიან ბევრ გზაჯვარედინს ხვდებით. თამამად შემიძლია ვთქვა, თქვენს მიერ დასახელებულ სამ მამამთავართან შორის ყველაზე მეტი გზაჯვარედინი სწორედ მამამთავარმა იაკობმა გაიარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უბრალოდ ჩვენ მამამთავარი იაკობის შესახებ საუბარი დავიწყოთ ისე, როგორც ბიბლიას ახასიათებს ხოლმე. მშობლებსაც შევეხოთ, ვინ არის, საიდან მოდის. ეს არის ძე ისააკისა, ხოლო ისააკი არის ძე აბრაამისა. ჩვენ ვისაუბრეთ ისააკის ქორწინებასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მამამთავარ აბრაამთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მამამთავარი ისააკის სამოღვაწეო გზის დასაწყისზე, ეს არის მორიას მხარეში, მთაზე, საკურთხეველზე დაწოლილი ისააკი, თავისი ნებით დაწოლილი ისააკი. და აი, როდესაც ისააკის ქორწინებაზე ვისაუბრეთ, წმინდა წერილი ჩვენ გვეუბნება საოცარ რამეს. აბრაამის გარდაცვალების შემდგომ წმინდა წერილი ისააკზე ამბობს, რომ აი ეს არის ძე აბრაამისა. ვიცით, არაფერი ახალი ამით არ აქვს წმინდა წერილს ნათქვამი, მაგრამ როდესაც ამბობს, რომ ისააკი არის ძე აბრაამისა, ეს არის სათაური. ისევე როგორც მოგვიანებით სათაური იქნება, რომ იაკობი არის ძე ისააკისა. ანუ ჩვენ ვიცით ხომ რამდენიმე არიან, მაგრამ ძეობა აღთქმის მემკვიდრეობა. ეს დასათაურებულიც უნდა იყოს, ეს ხაზგასმული უნდა იყოს მოდგმისათვის. აი ამ ხაზგასმებია, რაც მათემატიკარებლის სახარებაში წარმოდგენილ გენეალოგიაში ხვდებით. მათი არ საუბრობს აბრაამს ვის შეეძინა, არა, მათ საუბრობს რომ აბრაამს ისააკი შეეძინა, რატო ისმაილი არ შეეძინა, მიდიამი როგორ არა შეეძინა, არა. თავარია ისააკი შეეძინა. ისააკს ხო ორი შვილი ეყოლება, მაგრამ თავარია იაკობი შეეძინა. ეს არის მნიშვნელოვანი აქ. იაკობის შობა ძალიან საინტერესოა. ვინაიდან იაკობის და ესავი, მისი ძმა, ტყუპები არიან და სანამ რებეკა მათი დედა მოსვლად იღებს 20 წელი ბერწია. და ეს ძალიან საინტერესო მომენტია, ვიცით რომ ბერწია სარა და ბერწი იქნება ისააკის, ანუ თუ ისააკი აგრძელებს აბრაამის გზას, ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში. ისააკის ცოლმაც უნდა გააგრძელოს აბრაამის ცოლის გზა. უნდა გავდეს. უნდა გავდეს ის დიასახლისი უნდა იყოს, რომელ ოჯახშიც მიისულება სტუმარი, რომელ ოჯახშიც მკვიდრობს ღმერთი. ძალიან საინტერესოა, რომ იაკობის შობას წინ უძღვის მშობლების ხანგრძლივი ლოცვა სიბერწის დასახსნელად. და ამ ლოცვაზე პასუხი ასეთი, ახლა ცოტა თხრობა იქ საინტერესოდ მიდის, მაგრამ რაღაცნაირად ბუნდოვანებაც აგვაქვს, რაც საეკლესიო ეგზეგეტიკაში სხვადასხვა აზრის გამოჩენის საფუძველი გახდა. რომ ამ ლოცვის შედეგად ეუწყება რებეკას და არა ისააკს. არა, რებეკას გამოცხადება რებეკასთან არის, ისე როგორც გამოცხადება სარასთან უნდა იყოს.
რომ ორი ხალხია შესწიახში. ორი ხალხი არის ნიშნავს ეპოქაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ეპოქა ხასიათდება რითი, რომ ახალშობილი ძე პოტენციურად მოიაზრება ახალი ტომის მამამთავრად. შეიძლება ეს ტომი არც იყოს ხანგრძლივი, არც იყოს მრავალრიცხოვანი და მალევე მორჩეს არსებობას, მაგრამ ვაჟი პოტენციურ მამამთავრად მოიაზრება. რაღაცა გვარის პირში. არა მარტო პირში შეიძლება, აი მაგალითად ჩვენ ბიბლიურ თხრობაში პირშოები არა 12 ბელადი რომ უნდა გამოვიდეს, თქვათ აგარისაგან, რომელიმე მათგანი შეიძლება ხო აღზევდეს, მაგრამ აი რაღაცა გვარის მოდგმის მამამთავარი ხდება და ასე განიხილება. და როდესაც რებეკა დააფეხმძიმდება, გამოცხადება მას აუწყებს, რომ შენს წიაღში ორი ხალხი, ანუ ორივე იქნება მამამთავარი. რაღაცნაირად აი ისააკზე და ისმაელზე რო რა თქმა უნდა ერთმანეთის პირისპირ ცხოვრებსო. არაფრით ნაკლები, არა ორივე დიდი მამამთავარი იქნება. მაგრამ ამ სიდიდეს შორის, ამ სიდიადეებს შორის, აი ამ მამამთავრობას შორის ერთი განსხვავება იქნება რა, უფროსი დაემორჩილება უმცროსს. ანუ ჩვენ ტყუპებს შობ, მაგრამ ის მეორედ რომელიც იხილავს დღის სინათლეს, ის მეტი იქნება ვიდრე ის ვინც პირველად იხილავს დღის სინათლეს. აი ეს ძალიან კარგად ახსოვს რებეკას მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქ ისმის კითხვა უთხრა თუ არა რებეკამ თავის ქმარს ამ გამოცხადების შესახებ. სავარაუდოდ უთხრა. თუმცა მოგვიანებით ვნახავთ, რომ ისააკს რაღაცა ისეთი თხრობა იქნება, რაც ა ブラ ამთან დაკავშირებითაც აქვს. ა ブラ ამიც რაღაცა ვერ ითვალისწინებს და სანამ გაითვალისწინა, ასევე ისააკი ვერ გაითვალისწინებს, მაგრამ რებეკა გაითვალისწინებს. აი ეს ჩვენ ძალიან საინტერესოა ღვთისნების აღსრულება. ისააკის ნებაზე რო ყოფილიყო, ხო არა, ხო ეს არ მოხდებოდა. ამითაც ძალიან კარგად დაჩანს მამანდრია ის დეტალი, რომ ოდესაც ჩვენ ბიბლიურ ოჯახზე ვსაუბრობთ, იმ ოჯახზე, რომელი ოჯახიც რაღაცა საზომია იმ ურთიერთობის არა ურთიერთობის შედეგადაც ღმერთი მკვიდრობს ხო ამ ოჯახში, ღმერთი აკურთხებს ამ ოჯახს. ერთ-ერთი ნიშანი ეს არის. რაღაცა ვალდებულება ღვთისმსახურებისა ვიღაცაზე კი არა, მთელ ოჯახს ეხება ეს. ყველას ეხება ეს. ცოლსაც, ქმარსაც, არის ხოლმე ასეთ შეხედულებები, რომ ეს ამის საქმე არ არის და ეს იმის საქმე. არა, ეს ყველას საქმეა. საყოველთაოა ოჯახის წევრებს შორის ეს ყველაფერი. და ძალიან საინტერესო გახლავთ სწორედ ის, რომ მთელი ცხოვრება ეს რებეკას ახსოვს და ისააკს რაღაცა მომენტში თუ ვიგულისხმობთ იმას, რომ სავარაუდოდ რებეკა მოთხრა ქმარს ამ გამოცხადების შესახებ, რაღაცა მომენტში ეს დაავიწყდება, მოუვარდება თავიდან ისე როგორც ა ブラ ამი ძლიერ გახარებული იყო, როდესაც ისააკი თელიზუს მოწყდა და სწორედ იქ არის ძალიან ასე თქვა ფხიზლად საოცარი ქალბატონის სარახო. ახლა ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ა ブラ ამზე, ვსაუბრობთ ისააკზე, ჩვენ მაგალითად ა ブラ ამის გვიკვირს, ა ブラ ამის შობის შესახებ არ ვიცით არაფერი და რაღაცა ის უკვე 75 წლის ასაკში დადგება სამოღვაწეო გზაზე და ჩვენს გაკვირვებას აქედან იწვევს. გასაგებია ისააკი ციბერწის შემდეგო მიშვა, სარა ბერწია და შემდგომ მიშვა, მაგრამ აქ უფრო აქცენტს ვაკეთებთ იმ დიდებულებაზე, რაც ამ ქალბატონს მიეძღვნა ღვთისაგან. ასე ვთქვათ, ისააკით გაკვირვებას ვიწყებთ უკვე, როდესაც ის საკურთხეველზე დაწვება. აი იაკობ მამამთავარზე გაკვირვებას ვიწყებთ დედის მუცლიდანვე. ამითაც განსაკუთრებული პატრიარქია ისა. წმინდა წერილში წერია, რომ როდესაც რებეკა ფეხმძიმეთ არის და იმას შექვია დადის, ეს ყმები ერთმანეთს ეჯაჯგურებიან. რაღაცა კონფლიქტი არის მათ შორის, რაღაცა ცილობა არის დედის წიაღშივე. ეს ძალიან საინტერესო უწყებაა წმინდა წერილში, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აი ეს წინ მინიშნებულია, მოქმედებითად მინიშნებულია სამომავლო გამორჩეულობა მომავალი შვილისა. კონტრასტი მათ შორის შინაგანი თავიდანვე არის, აი სხვაობა. კი, იერემიასთან იტყვის უფალი, რომ ის დედის მუცლიდანვეა გამორჩეული, ხო? რას აკეთებდა იერემია დედის მუცლში? არაფერს არ აკეთებდა, რასაც აკეთებდა იმას, რასაც ვაკეთებ ჩვენ. იზრაელი ელოდებოდა, რომ ის დაიბადებოდა. მაგრამ ეს გამორჩეულობის ნიშნები ასახავს ხოლმე, აქვს ხოლმე გარკვეულ ადამიანებს წინდაწინ ღმერთი განიგულებს ამას და მისცემს იძლევა ხოლმე ამ ნიშნებს. ეს არის იაკობი, იერემია, მოსესთან დაკავშირებით ვიტყვით ჩვენ მოგვიანებით ამას. ჩვენ საეკლესიო იმას ისტორიაში ვიცით წმინდანები თავიდანვე რაღაცა ნიშნით არიან გამორჩეულები. არ იციან რატომ, მაგრამ გამორჩეულები. აი მაგალითად გრიგოლ ხანძთელზეა ხო, წმინდა გრიგოლზეა, საბავშვო სათამაშოები არ იტაცებდაო, ხო? არ არის ახლა ეს ბავშვი უნდა ერთობოდეს საბავშვო. არა, წმინდა გრიგოლი ბავშვობიდანვე სხვა, წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე სხვანაირია.
ხო? არიან აი წმინდა გიორგი მთაწმინდელი, ხო? ბავშვობიდან რაღაცა შეემთხოვა ისეთი, რაც უნდა დაიმახსოვრო. ყველაფერი სხვათა შორის ძალიან ნიკრიბება, ხლა ამაზე არ გავაგრძელოთ საუბარი, მე გვექნება ჩვენ ამაზე საუბარი. საოცარ იმაში, როდესაც ყოვლადწმინდა დედოფალთან დაკავშირებით თქვენ ყველაფერს იმახსოვრებს და სულ აკვირდება, არაზოს არ ივიწყებს და სულ ფხიზლად არის, სულ იმახსოვრებს ამას. აი რაღაცა ყოვლადწმინდა დედოფალი თავის თავში შეკრიბავს აი ამ სიფხიზლეს, მთელ ძველ აღთქმისეული მოლოდინის სიფხიზლეს, რომელსაც ხანდახან ქონდა თავისი, ასე ვთქვათ, ჩამოხლები, ქონდა თავისი პრეცედენტები, თუ არავინმე შემწე, თქვათ, სხვანაირად წარიმართებოდა საღვთო ისტორია. არა, ყოვლადწმინდა დედოფალში ჩვენ ვხედავთ მთელი სიცოცხლის სიფხიზლეს და ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვიტყვით. მას ასე, როდესაც რებეკა დაფეგმძინდება 20 წლიანი საქმე სიბერწის შემდგომ და ხანგრძლივი განსაკუთრებულად ლოცულობს ისააკი, იმისათვის რომ ცოლი ასე ვთქვათ სიბერწისაგან დახსნილ იქნას. ყრმები ეჯაჯგურებიან ერთმანეთს. არის გარდამოცემა იუდაურ წიაღში, ეს გარდამოცემა, როდესაც რებეკა ჩაივლიდაო საკერპოებსო, ერთი ყრმა ერხეოდაო, ხოლო როდესაც ჩაივლიდა აბრაამის და ისააკის მიერ აგებულ სამსხვერპლოებსო, მეორე ყრმა ერხეოდაო. მუცელში ხო თქვა აი ნათლისმცემელი კრთება დედის მუცელში, როდესაც ყოვლადწმინდა დედოფალი მივა ელისაბედთან, ხო? რაღაცა მადლი ღვთისა შეეხება ყრმას და ამ სიხარულს გამოხატავს, ხო? რაღაცა აი ამ სიხარულის და აი ამ იმის ეს თავისთავად ცხადია იუდაური გადამოცემის დამოკიდებულება, ვინაიდან ჩვენ ვიცით ხობის შემდგომ რომელი ყრმა ნაგზას დაადგება, მაგრამ თვითონ ეს მომენტი რებეკასათვის არის საინტერესო, ვინაიდან ეს ქალი 20 წელი არის ბერწი, უცებ უნდა გაუხარდეს, დაფეგმძიმდა და იმდენად წუხდება ამ ჯაჯგურით, რომ ეს რომ ქონოდა უნდასო, ანუ რაღაცა მთელი ფეგმძიმობა ატარებს, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯაჯგური რო შეძლეს ამ ყმება, იქიდან ეს ქალი ატარებს რაღაც წუხილში და იმ ტანჯვაში და ნუ აღარ შეუძლია, შეწუხდა ძალიან. ძალიან მძიმე ეს ფეგმძიმობა. მშობიარობა მძიმე აქვს. დაიბადება პირველი ვაჟი და მეორე ვაჟი იბადება რაღაც არაბუნე ხელით წინ მოდის. ანუ ძალიან რთული მშობიარობა აქვს რებეკას. მეორე ბავშვი მოდის ხელით წინ და იმის პირველი ბიჭის ქუსლზე აქვს ხელი ჩავლებული. ეჭიდავება, არ უშვებს რაღაცა ცილობა აქვს, ამ ცილობას გამოხატავს შობის დროსაც კი. არა და შემდგომში ხასიათდება ესავე როგორც უხეში მონადირე და რაღაც ტაცებლური ბუნების მქონე და იაკობი მამის წიაღში არის და წყნარი, უხმო და შემსრულებელი ყველაფრის. ეს გარეგნული სახე მათი და შინაგანი აბსოლუტურად საპირისპირო ის რაღაცა მსუბუქი აზრებით ესავე მომენტალურად ნებასოქვემდებარება ემორჩილება იაკობი მიგრძელოს რაღაცა ეს მისი მიცემული პირველობა იოლად რაღაცაში გაცვალა და იაკობი ამ დროს რაღაცა ღრმა გზაზე დგას, რომელიც მერე შემდგომში მას აქცევს გამგრძელებლად აი ამ მთავრების ხაზზე. კი, ძალიან საინტერესოა გეთანხმებთ, ანუ აქ საქმეც ეს არის, აი ბიბლია ამას ყოველთვის ახალი აღთქმის სიმაღლიდან ეს ასე ჩანს, სწორედ რომ ამ ჭიდაობაში ჩანს ძალიან დიდი რამე, ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ბიბლია არაურაზროვნა და პირდაპირ იტყვის, რომ ის პირველი, რომელიც დაიბადა, არის თმიანი. თიანად თმიანი, ხოლო მეორე, რომელსაც ქუსლზე აქვს ხელი ჩაჭიდებული, არის უთმო. აი რა შეჭirdება ახლა ბიბლიას ამის თქმა, ხო? არა ჭirdება. ძალიან მნიშვნელოვანს გეუბნება ამით, რომ ეს თმიანობა ბიბლიაში არა ყოველთვის, ოდესაც ჩვენ ვამბობთ სიმბოლოზე, სიმბოლოს არ აქვს ვალდებულება ყოველთვის ამ თავისი სახით გამოჩნდეს. ალექსანდრიული სკოლის ალეგორიზმი ერთ-ერთი კრიტიკის საგანი ამიტომაც იყო ანტიოქიელების მხრიდან, სწორედ რომ სხვადასხვა ადგილას სიმბოლო არ მუშაობდა, ის აი იმ ადგილას მუშაობდა, თორე იგივე სიმბოლო რო ხა აარონი მაგალითად, ხო ჩვენ ვისაუბრებთ, აარონი ხან ფარული ანგელოზის სიმბოლოა, ხან მესიის სიმბოლოა, ხან არაფრის სიმბოლო არ არის, ანტიოქიელები ამბობდნენ, ბოლო-ბოლო გაგვაგებინეთ ეს აარონი ვინ არის. და ამიტომ უკვე როდესაც მოხდა ქალკედონის კრების შემდგომ ამ ორი სკოლის, ასე ვთქვათ, აზრობრივი შეთანხმება, საეკლესიო გადასახედიდან ძალიან საინტერესოა ეს თმიანობა, უთმოობა ამ კონტექსტში მხოლოდ და ამ ქუსლზე ხელის შავლება. ხა იმდენად რამდენადაც ჩვენ საეკლესიო ლიტერატურაში მამებმა იციან ესამა როგორი ცხოვრა, იაკობა როგორი ცხოვრა, დასკვნას აკეთებენ ამ სიმბოლოს გვთავაზობელო თმიანობა სახესიმბოლოა ვნება შემოსილობისა. ხოლო უთმოობა, მეორე შვილის უთმოობა სახესიმბოლოა ვნება განძარცულობისა. და ქუსლი სიმბოლოა დასრულებადობისა, სადაც სრულდება
თმიანობა, სადაც სრულდება ვნებიანობა, იქ იწყება უთმოობა, იქ იწყება ხდება განძარცულობა. ორივე ერთად ვერ იქნება. ერთი უნდა დასრულდეს და მეორე უნდა დაიწყოს აუცილებლად. ამიტომაც მაცხოვარი, როდესაც საიდუმლოსერობისას ამბობს ფეხბანვის დეტალი რო დგება და პეტრე რო იტყვის, რომ არახოლოდ ფეხიანები თავი ჩემი ხელ ჩემო არა მაცხოვარი იტყვის, მხოლოდ ფეხი გაქვს დასაბანი, თქვენ ყოველ ფეხით გაქვთ დასაბანი, რაც ნიშნავს, ფეხი არის ქუსლის დასრულებადობის სიმბოლო, რომ მე თქვენ მთლიანად გაგწმინდეთ, მთლიანად გავასუფთავეთ თქვენი აზროვნება, მაგრამ დარჩა კიდე რაღაცა. ეს გადარჩა და რა დარჩა და ევქარისტიის საიდუმლო დადგინდება. აქაც ეს ქუსლი არის დასრულებადობის სიმბოლო და წმინდა წერილი წინ გვეუბნება. უნდა დასრულდეს ესავე რომ დაიწყოს იაკობი. უნდა დასრულდეს ვნება შემოსილობა რომ დაიწყოს ვნება განწარცულობა. ანუ რაღაცა ცხოვრების წესი, რაღაც აზროვნების ფორმა უნდა დასრულდეს, რომ მეორე აზრო ორივე ერთად ვერ იქნება. ეს ალბათ თან ყველა ადამიანის ცხოვრებაში წდება, ვინც რაღაცა გზაზე დგას, ეტაპი მთავრდება, სხვა იწყება. ჩვენ დღეს იაკობის ცხოვრებაში ცოტა მერე ღირს ამაზე. კი, ცოტა მოგვიანებით გამამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ საინტერესო რა არის იცი, ჩვენ დღეს ხშირად ვამბობთ ხოლმე რა მოხდა მერე. რაღაც არსებობს ხო ეს მცირეწლების აპოკალიფსი რაც არის ხო? რა მოხდა მერე. საქმეც ეს არის, ის მოხდა რომ სანამ ის არის, ეს მეორე ვერ იქნება. კონფლიქტი გარდაუვალია. კონფლიქტი გარდაუვალია, ხო? ანუ როდესაც რაღაცაზე შეხვედრა ხდება, ან უნდა შევთანხმდეთ, რომ ან რაღაც არ ვარგა და რაღაცა ვარგა და თუ ამაზე ვერ შეთანხმდები და ყველაფერზე ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგია და მიღებულია და რა მოხდა მერე, იქ გამორიცხულია, ერთობა იქ არ მოხდება და არანაირი თანხმობა იქ არ მოხდება. სწორედ ეს შობადობა, ეს მძიმე, ალბათ ეს იყო მიზეზი მამანდრია იმისა, რომ რებეკას და ისააკს შვილები აღარ შეძენიათ. ეს ორი შვილი ყავდათ ხოლო, ძალიან მძიმე მშობიარობა ჰქონდა რებეკას და პირველს უწოდეს ესავი, თმიანს უწოდეს ესავი, ხოლო ამ უთმოს უწოდეს იაკობი. ეს არის იაკობი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. პირველი აბსოლუტურად ნორმალურად იბადება, პირველი მშობიარობა არ არის პრობლემა, აი მეორე, რომელსაც კი რამე გადაყვა რებეკა. აი ეს ტკივილი ახსოვს რებეკას, აი ტკივილზე უწინასწარმეტყველეს მას, რომ აი ის იქნება მნიშვნელოვანი. ამას უნდა დააკვირდეს, ამას უნდა უყუროს. იმიტომ რომ გზაჯვარედინი სწორედ არჩევანი გასაკეთებელი. სწორედ იქ იქნება. თითქოს აი სულ ესეთ ფიქრებს იწვევს. თითქოს ესავი არის ძლიერი შტო. იმიტომ რომ ეს არის უკანა არ დაიხევს, მებრძოლია, რაღაცა ეს რაინდული სული, მონადირე, ხო? და თითქოს აი ამ გაუტანელ გარემოში რაც იქ არის, სწორედ ეს არის საჭირო იმისათვის რომ გასაფიქროს ისაა გარკვეულ პერიოდში. ერი გაიყვანოს, გადაარჩინოს, ოჯახს მიხედოს, თუმცა აი მანდ არის ყველაზე მთავარი არჩევანი. საქმეც ეს არის, აი სწორედ აბსოლუტურად მართებულად ვძანებთ. წმინდა წერილი აქ იწყებს სწორედ საუბარს, საკითხავს. იტყვის რომ ესავი იყო მონადირე, ველისკაცი. და იაკობი იყო კარებში მცხოვრი სრული. განსხვავებაა ეს. აბსოლუტურად სხვადასხვა ნიშნებით, აი რადიკალურად ორი სხვადასხვა ტყუპები არიან. აბსოლუტურად განსხვავდებიან, არაფრით არ გვანან ერთმანეთს. ერთი დედმამიშვილი. ახლა საინტერესო რა არის, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ესავი მონადირე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ესავი მოხერხებული ტიპია. იცის რამ ქვეყნას როგორ იცხოვროს რა. იცის კაკანათისა დააგოს, სანადიროთოდის წავიდეს, ვისთან რა ურთიერთობა გქონდეს, ვისთან უნდა ტკბილი სიტყვა თქვას, ვისთან უნდა იცის. ამას სოფლის სული კარგად აი კარგად გძნობს თავს და იცის როგორ უნდა იცხოვროს. და ისააკი სწორედ ამას აქცევს ყურადღებას. აი ამან საიმედოთაშვილმა, ხო? აი ამან იცის რა აკეთოს გესმის, აი თავისი ბუნებრივი მონაცემებით ჩამოყალიბებული ოჯახის თავია. ამდობ ამ კაც ყველაფერს. იაკობი არა, იაკობი კარვებში ზის, იქ ფუსფუსებს და რაღაცნაირად აი ამ კარვებში ცხოვრები კაცია. ისააკი იაკობს სავარაუდოდ ესე უყურებს, ახლა სადმე რო გავუშვა შეიძლება დაიკარგოს კიდევაც. ამას ვერანდ, მაგრამ ნახეთ წმინდა წერილაზე ეკეთებს აქცენტს. სრული კაცი როა იაკობი. ეს იმას ნიშნავს, რომ კარავში ცხოვრება, ეს იმას ნიშნავს, რომ იაკობი მჭვრეტელობითი ცხოვრებით ცხოვრობს. რაღაცაზე ფიქრობს, რაზეც არ ფიქრობს ესავი. განა ის, რომ ესავი რაზეც ფიქრობს, ეს საფიქრალი არა, როგორ არა საფიქრალია. იაკობი მთელი ცხოვრება ფიქრობს, ოჯახს როგორ მიხედოს,
ფარა როგორ გაამრავლოს, საჩვენებელი როგორ კონდეს ოჯახს, განა არ არის საფიქრალი. საფიქრალია, კი, ესავი განა უმნიშვნელო რამეზე ფიქრობს, არა მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობს, მაგრამ მთავარი ავიწყდება. აი მთავარი არ ავიწყდება იაკობს. რა არის მთავარი? იაკობი ჭკვეთილობითი ცხოვრება თავის თავში გულისხმობს ამას. რას ნიშნავს აბრაამის ცხოვრება? რას ნიშნავს ისააკის ცხოვრება? რას ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა გააგრძელოს მისმა ძმა ესავმა? იაკობი უკვირდება. ჩვენ თავის დროს ხო ამაზე დავიწყეთ საუბარი. რაღაცა სისხლზეა საუბარი, კაცობრიობის ისტორიის გარშემოზე, ტანჯვა რო გაჩნდა, ტანჯვა სისხლით განიმართა. შემდგომ ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი მოდის ამათ ცნობიერებაში, ამათ რელიგიურ ცნობიერებას, ფორმირებას, ეგრეთ ცნობიერების ფორმირებას, სწორედ ეს დეტალები იმაშობა და იაკობს ემატება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ მამამისის მამის სახლში ასეთი კურთხევა გაჟღერდა. იკურთხეოდიან შენდამი ყოველი ტომნი ქვეყანისანი. ეს სისხლი, რომელიც სისხლის შესახებაც ცოდნა იყო, ეს სისხლის შესახებ ცოდნა გაფანტულია, ყველას აქვს მსხვერპლი, სადაც სისხლი იღვრება. მაგრამ არც ერთ სისხლს არ მოყვება ის შინაარსი, რითაც აბრაამთან გამოცხადებით გაცხადა ეს სისხლი. ეს სისხლი უბრალოდ სისხლის დაღვრა კი არ არის, რაღაცა რიტუალური, არა, ქმედითია. მაკურთხეველია, არა ვიღაცის, არა რაღაცის, არამედ სამყაროსი მთელი კაცობრიობის. და იაკობი უკვირდება, სწორედ რა არის ეს სისხლი, რა არის ეს ყოველი ტომის კურთხევა, რას ნიშნავს, რომ ამ გვარში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. რა ცხოვრების წესია ის, რითაც აბრაამა ეს მიიღო, რა ცხოვრების წესია, რითაც ისააკს ეს გაუმეორდა. რას ნიშნავს მამამ შვილი აიყვანა დასაკლავად? რას ნიშნავს, რომ შვილი მამას აყვა და დაუწვა დასაკლავად? მთელი იაკობის ცხოვრება აი ამაზეა ჩაჭიდებული. ამას ჭვრეთს, ამას იძიებს. იმ დროს, როდესაც ესავმა ზუსტად იგივე იცის. მაგრამ ესავი ამაზე არ ფიქრობს. ესავი ფიქრობს, როგორ მოეწყოს. იაკობმაც იცის, მაგრამ იაკობი ფიქრობს, რას ნიშნავს ყველაფერი. ანუ ერთი და იგივე მოცემულობაა, მაგრამ პრიორიტეტებია სხვადასხვა. იაკობისათვის პრიორიტეტულია ღვთისმსახურება, ეს იმას კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიურის არა, აინტერესებს ეს, მაგრამ პრიორიტეტული სხვა რამეა. იმ დროს, როდესაც ესავისათვის პრიორიტეტული ხდება ამ ქვეყნ. აი აქ წმინდა წერილი იწყებს საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად იაკობს უჩნდება აზრი, როგორ შეიძლება ასეთი აზროვნების ადამიანმა, როგორც ესავია, შეინახოს ის მსახურება, რა მსახურებაც გახდა ამ კურთხევის მიღების წინაპირობა. ესავის ცხოვრების წესი რაღაც არ გავს აბრაამის ცხოვრების წესს, არ გავს ისააკის ცხოვრების წესს. სხვანაირად ცხოვრობს ეს კაცი. სხვანაირად აზროვნებს ეს კაცი. შიმშილობა რო ჩამოვარდეს და ესავს აბრაამივით მოუწიოს ეგვიპტეში წასვლა. რას იზავს ესავი და მისი ოჯახი? უკარო დაბრუნდება და ღმერთმა უთხრას, მოკიდე ხელი შენ შვილს ამოიყვანე და დამიკალიო. რას იზავს ესავი და მისი შვილი? სტუმარი რომ მოვიდეს, შემოვა კი ესავის სახლში და დამკვიდდება კი იქ და აკურთხებს კი ამ ოჯახს. აი ამ ყველაფრის დილემის წინაშე დგას იაკობი. პასუხებს ვერ იძლევა. ლოგიკა კარნახობს, რომ არა, მაგრამ იაკობს ჭირდება ამაში დარწმუნება და საოცარ სცენას გვთავაზობს წმინდა წერილი, როდესაც ესავი დაღლილი ბრუნდება ნადირობიდან, იაკობი დახვდება შეჭამანდი, გაკეთებულია კოსპის შეჭამანდი, გაკეთებული აქვს და აი ამბავი იმასთან დაკავშირებით, როგორ გაცვლის ესავი პირმშოობას საჭმელზე. ახლა რატომ ამბობ ამას მე? ჩვენ სცენას უნდა დავუკვირდეთ. ორი რაღაცას უნდა დავუკვირდეთ. პირველი, რატომ გადაწყვიტა იაკობმა სწორედ საკვებით გამოეცადა თავისი ზრახვა? აქ ესავს კი არა, თვითონ მართალია თუ არა, თავის თავს ამოწმებს ესავის საშუალებით იაკობი. რამდენად მართებულად უყურებს თავისი ძმის ცხოვრებას, როგორც მიუღებელს იმ კურთხევისათვის, რომელი კურთხევაც აბრაამმა მიიღო და ისააკს გაუმეორდა. და უნდა მიმკვიდროს ორიდან ერთმა. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ესავი არიქში. საქმე ის არის, რომ აი ზოგადად ცნობილია იმ შიერი ადამიანი, რასაც არ იკადრებს, ესე იგი იმას არ იკადრებს ცხოვრების განმავლობაში. თუ მაცხარიც არ იკადრებს. ხო, მაცხარიც არ იკადრებს, ხო, აი თუ ადამიანი აი შიმშილისაგან გათანგული ადამიანი რაღაცას ეტყვის, ამას მაინც არ გავაკეთებ ლუკმაპურის გამო, ძალიან დიდია და ძალიან დიდი სულიერი ძალების პატრონია ის. აი ჩვენ გავიხსენოთ, რას ვამბობთ, აბრაამის დროს შიმშილობა ჩამოვარდა, გავიხსენოთ ძალიან კარგად. და ძალიან ლოგიკურია, რომ აბრაამი მიბრუნდეს უკან.
კიდევ უფრო უდიდო ცხოვრებაში კი არ წავიდეს. არა, უკან მიბრუნდეს. რაღაცნაირად ან თავისიანებს დაუბრუნდეს, თუ ქალდებელთა ურში არ ჩავა, ხარანში მაინც აბრუნდეს. ყველაზე ლოგიკური ეს არის. არა, ა ブラ ამი კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში მიდის, ეგვიპტეში ჩადის. უკან არ ბრუნდება. შიმშილმა ა ブラ ამს უარი ვერ ათქმევინა იმ გზაზე, რომელ გზაზეც ღმერთმა მოუხმო მას, რომელ გზაზეც უთხოვა იკურთხეოდიან შენდამი ყოველი ტომნი ქვეყანისან, ეს ძალიან სიმპტომატურია. ჩვენ ახლა არ გვიტყვავს, რომ ისააკის ცხოვრებაშიც დადგება შიმშილი. და ისააკის გადაწყვეტს ეგვიპტეში წასვლას. აქ უკვე მამამისის გზას იმეორებს, მაგრამ ღმერთი ეტყვის არა. შენ არ წახვალ ეგვიპტეში და უკვე ამ შიმშილობის იმას გადაიტანს თვითონ ქანაანის მიწაზე, გერარის ქვეყნის მახლობლობაში. აი ორივე მამამთავრის ცხოვრებაში შიმშილი არის სიმპტომატური. აი ახლა შიმშილის დეტალი, აი ეს არის, აი შიმშილის ზოს ასიზოს ეს. ესავი დგას გზაჯვარედინზე, აირჩიოს. ახლა ესავი გზას ამ გზაჯვარედინზე. სხვათა შორის იაკობის გზაჯვარედინზე. ამიტომ ამ გზაჯვარედინზე თუ ესავი სწორი მიმართულებით გაუხვევს, მაშინ იაკობი დაუბრუნდება თავის კარავს და თავის იმას. ანუ აქ გააჩნია ვის საიწავა. მეორე დეტალი. აი იაკობის ეს თავისებური გონება-მახვილობა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ იაკობმა ეს ყველაფერი გააკეთა სახლში, არა ბატონო, არა. იაკობი გზაზე დახვდა ესავ სანამ სახლში მოვიდოდა. თორე სახლში რომ მოვიდოდა და იაკობს ახლა პირობები წაეყენებინა, ვინ ეკითხება იაკობთან სახვეწარი რა აქვს ესავს წავიდოდა რომელიმე მსახურს ეტყოდა და საჭმელს მოამზადებინებდა და შეჭამდა საჭმელს იაკობთან არა იაკობმა ისეთი გარემო შეურჩია ესავს. სახლში კი არ დახვდა, არა, გზაზე დახვდა სანამ სახლში რომ სხვა ალტერნატივა ანუ იაკობთან უნდა შეთანხმდეს. ანამ შეერი უნდა დარჩეს. არავინ არ იფიქროს რომ ეს ისააკმა ის არ იცი საცა ხდება. ეს ჩუმად გააკეთა იაკობმა გზაზევე დახვდა ესავს. ისააკი უსინათლოა. ისააკი დენელა ბერდება და ამ იმას საქვია თვალების ხედველობაც აკლდება. და აი მოდის დაღლილი გათანგული ესავი. აი ძალიან დაღლილი ნადირობიდან და გზაზე ხედავს იაკობი თან რაღაც ისეთ საჭმელს ამზადებს, რომ აი ეს სუნი ოსპი შეჭამადეს იმან, ნუ საათის რეცეპტორები ძალიან გაუღიზიანა და ესავი ეუბნება იქ რომ მაჭამე ეგ წითელი მე ეს. ამიტომაც ეწოდა მას ედომი ადამის სიცოცხლეს ნიშნავს. და ძალიან ცოცხალი სცენა ახლა ალბათ აი ყველა წარმოვიდგეთ როგორ გახედა იაკობმა ესავს და ეუბნება იაკობი დაუთმოს პირმშოობა და მიიღებს საჭმელს და ის გზაჯვარედინი ასე თქვა ეს ორივე ნუ იტყვით რომ ეს არა ორივე დგას ამ გზაჯვარედინს ორივე დგას კი ბატონო ორივე დგას უბრალოდ ნაბიჯი უნდა გადადგას პირველი გახსოვთ ა ブラ ამი ეუბნება ლოთ შენ თუ მარჯვნივ წახვალ მე მარცხნივ წავალ ეხლა ამას ელოდება იაკობი ესავი თუ აი აქეთ გაუხვევს იაკობმა აქეთ უნდა გაუხვევს და საოცარი გადაწყვეტილება ესავის. რა თმიდა პირმშოობა თუ კი შიმშილით კვდები. ისე აქ შეიძლება ღირდეს თქმა, რომ ბიბლიურ თხრობაში ადამიანის მიერ ნათქვამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა ყოველთვის და რაღაცა მატერიალიზდება მერე ხოლმე, აი პირდაპირ თვალდახელშუო ხედავთ მეგრემ როგორ ახდება ეს სიტყვა რეალობაში ხოლმე. მერე მივალთ და ისააკის კურთხევაზეც იგივეს თქმა შეიძლება. კი, როგორ არა, აქ საინტერესო რა არის მამანდრე, იცით, თქო ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სიტყვაზე და მაცხვარი მერე იტყვის ხო, ჩვენც გვაქვს ხო, ფუჭი სიტყვის შესახებ. სიტყვა ითესება, ნებისმიერ ყველა სიტყვა ითესება. შედეგი მოაყოლას, ამას ხან გძნობთ, ხან არ გძნობთ, ხან მეტად მტკივნეულია, ხან ნაკლებად და ასე შემდეგ. სიტყვა, ყველა სიტყვა ითესება, ყველანაირი სიტყვა ითესება, სიტყვის თვისება არის. და როდესაც ადამიანი ლოცულობს, სწორედ აი ამ თესლობით არის წარმოდგენილი ადამიანის სიკეთეს შესახებ საუბრობს, ასეთ რამეს თესავს და პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, ყველა სიტყვას აქვს შედეგი. თავისი ენერგეტიკა აქვს, თავისი დინამიკა აქვს, ყველა სიტყვას აბსოლუტურად, ყველა ურთიერთობას. ამას ჩვენ უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ. აი, ხა ძალიან შორს წავალთ, არ გვინდა ასე შორს წასვლათ, თორე თუ კი ჩვენ ასკეტური ლიტერატურიდან დუმარების სათნოებას ამ ღვაწლს შევეხებით, ყველაზე თვალში საცემი, რაც დუმარების ღვაწლთან დაკავშირებით არის ასკეტური ლიტერატურიდან გახლავთ შინაგანი სიმდიდრის მოხოჭა. აი შინაგანად დიდრდება, აი მაგარი ეგვიპტელთანა გვაქვს 40 საფეხური, წინასწარმეტყველი, მე-40 წინასწარმეტყველია. და რა 40 საფეხური უნდა გაიარო, რომ წინასწარმეტყველი საფეხურზე მოექცე. 39 რა არის? 39 არის დუმარება. თუ არ ისწავლე დადუმება ვერ ისწავლე ლაპარაკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. შინაგანი რაღაც საოცარი დიდი სიმდიდრის მომცემელი. აი ეს სიტყვა, რომელსაც იტყვის ახლა ესავი, რა თმიდა პირმშოობა თუ კი სიკვდილით კვდები,
აი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქედან იწყება კიდევ ერთი ნაწილი ბიბლიური თხრობიდან. აქ ყველაფერი გაიგო იაკობმა, რა გაიგო იაკობმა. ყურადღება მიაქცეთ. შეიძლება იაკობი იყოს ესავი იყოს გამგზელებელი. ესავი ვერ იქნება ამის გამგზელებელი. და მამამთავარი ესავი ვერ იმემკვიდრებს ხალხის. ვერ იქნება ესავი. ესავი ვერც ეგვიპტეს გაუძლებს. ვერც ისეთ ისტუმრებს და რატო ამას ახლა ბიბლიას ძალიან საინტერესო რამეს გვეტყვის. ჩვენ ამას ახლა ამ გადაცემაში ვიაღვნიშნავთ და ვერანაირად ესავის საზროება ვერ გულისხმობს იმას, რომ თუ ღმერთმა კიდევ ერთხელ უთხრავს შულს ვერ უკიდეს ხელს და ვერ აიყვას და ვერ დაუკლა. ვერაფერს ვერ გააკეთებს. აი იაკობისათვის ეს გახდა ძალიან ცხადი, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. ისაც თქვით. წმინდა წერილში წერია ესავმა ჭამა, სოდა წავიდა არაფრად ჩააგდოს ყველაფერი, რა არაფრად არ ჩააგდო. ესავმა უბრალოდ და всё. ხო. რეალობა ის რომ ესავმა პირშეობა დაუგრძნო იაკობს ეს იმას ხوارიშავს რომ იაკობი მართლა პირველი დაიბადა არა ესავი მაინც უფროსია რაც არ უნდა ველაპარაკო ახლა იაკობს ვინ გვისმენს ჩვენ ორი ვართ ტყეში ვართ და ვერასდროს ვერ დაამტკიცებს იაკობი ამას რომ მე იმას ავქენი არაფრად არ ჩააგდო თავარია იაკობს გამოტყუა შეჭამანდი ესავი ასე ფიქრობს ესავი მოხერხებულია მონადირია მოინადირა ახლა ეს საკვები მაგრამ იაკობისათვის იაკობი ყველაფერს მოანადირებინებს ახლა ესავს ოღონდაც გაიგოს, რას ნიშნავს მისი ცხოვრება, რა არის მთელი სამამამთავრო ღვაწლი. და იაკობმა გაიგოს საოცარი რამ. უნდა მოემზადოს რაღაცა მნიშვნელოვანისათვის, რამაც მისი სამამამთავრო გზა უნდა იმას განსაზღვროს. ნახეთ ეს თხრობა თითქოს და აქ შეიძლება რეზუმირებული იქნას, მაგრამ ბიბლია ასე არ იქცევა. ერთ ამბავს გვეუბნება კიდე, ძალიან საინტერესოს. ცოტა თხრობა მიდის იქ, მაგრამ ჩვენ სისტემურად შევხედოთ. ჩვენ საინტერესო ადგილზე გადავიდეთ. ესავზე გვეტყვის, რომ ესავმა ორი ცოლი მოიყვანა, ორივე ქანაანელი და სული გაუმწარეს ისააკს და რებეკას. ასეთი რამე ჯერ ბიბლიამ არ იცის. ბიბლიამ იცის, როგორ ვინ არის ცოლი აბრაამისა, ბიბლიამ იცის, ვინ არის ცოლი ისააკისა, როგორ ხდება, რა ნიშნებით ხდება, რანაირად ხდება, მაგრამ ესავი მარტო ის კი არ არის. საჭამადეს გულიშის პირშეობას რომ იმას იცავს და დათმობს და მე არაფრად არ ჩააგდებს ამაზე თავი მაინც რომ პირშეგონია არა. გვეუბნება რომ ესავი მართლა ასეთია, რატო აი ასე იქორწინა და იმიტომ. აქ არ ამთავრებს ამ ამბავს რომ ჭამას და წავიდა და არაფრად ჩააგდოს ეს ყველაფერი არა დაამატებს. ესავმა ძალიან ცუდად იქორწინა, ანუ ლოგიკურად ესავის გზა იყო აი ასე ქორწინება აქედან გამომდინარე. ეს საჭმელი კი არა, ეს არის აზროვნების ფორმა. რელიგიური აზროვნების ფორმა შესაბამისად ღირებულებითი სისტემის ფორმირების გზა, რომელსაც ესავისათვის თავარი რა არის. აი ამას მინდა ძალიან დიდი ყურადღება. ეს დაინახა იაკობმა. ესავისათვის თავარი ეს რა მჭირდება მე. არამს და არამს აჭირდება ღვთისმსახურებას. რაც ესავს ჭირდება, ეს ჭირდება ღვთისმსახურებას. იაკობთან პირიქით არის. რაც ღვთისმსახურებას ჭირდება, ეს ჭირდება იაკობს. გავიხსენოთ ახლა, წამოვყვეთ. იქნება ეს კაენი, იქნება ეს ვთქვათ რომელიმე ქამისი, ზაქვია, თავხედობა და ასე შემდგომ. წამოვყვეთ და მე გავყვეთ კიდე გავსდეთ ყველგან სადაც ბიბლიაში ეს არის ძალიან სიმპტომატური. ყველგან სადაც ამ გზაჯვარედინიდან გახოვა ხდება არამართებული მიმართულებით. აი ღირებულებითა სისტემის შერყევის ნიშანი არის სწორედ ეს პერსონაჟი პიროვნება ამბობს. მე რა მინდა ეგოისტური სურვილები და არამც მოყვასი არამს და არამს ღვთისმსახურება. აი იმიჯნება ეს ერთმანეთისაგან. იცით აი ამ მომთხოვს შევკრიბავთ იმდენად კარგად ჩანს ახალი აღთქმის გადასახეთიდან მათი გზაჯვარედინები და იმდენად გასაგები ხდება ჩვენი მაცხოვრის სწავლება, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეთ და იმდენად სრულად დაჩანს საშინელება ეგოიზმისა და ამპარტავნებისა, რომ აი ძალიან ცხადად ვხედავთ მაცხოვრის ჯვარცმის სურათს და მიზეზებს. ჩვენ მივახლოვდით ახლა ყველაზე მთავარ სათქმეს, თუმცა ალბათ ამ გადაცემაში ვეღარ მოვასწრებთ ამას და შემდეგი გადაცემა დავიწყოთ სწორედ ისააკის მიერ კურთხევის მიცემით. როგორ მოხდა ეს და თვითონ ეს ამბავი იმდენ რამეს შეიცავს, მე ამის ცალ-ცალკე მოყოლა კიდევ ღირს ყველა ასპექტის. თქვენ ახსენეთ და ზოგადად ძველი აღთქმა რაღაცა საოცარი ურთიერთობების ნაკრებიც არის იმავდროულად. ძმებს შორის, ჯერ ერთი მკვლელობით იწყება ძმის მიერ ძმის მკვლელობით და მრავალი პარადოქსი არის აქ შიგნით და ჩვენ ხედავთ, რომ ახალი აღთქმიდან გადასახედი ბრძანეთ და ჩვენ ხედავთ, რომ მთელი ბიბლიური თხრობა
აი ამ პარადოქსული ურთიერთობების შიგნით ინახავს ერთ მთავარ ხაზს, რომელიც არის მაცხოვრის მოსვლის აი ეს ჯაჭვი, რგოლი, წინასახეებით სავსე და აი ამისი დანახვა არის მთავარი სანახავი ალბათ ის რაც ახალი აღთქმის მიმდევარმა უნდა დაინახოს ძველ აღთქმაში. აუცილებლად. ამას ცდილობს სხვადასხვა იუდაური ეგზეგეტიკაც, რომ მესიაში მოაქციოს რაღაც წინასახეები, განსაკუთრებით მეორე ტაძრის მესიანიზმი, ცდილობს ამას და ბევრი საერთო ხედვა უბრალოდ დიდი გაკვირვებას იწვევს, ოდესაც ქრისტეში ამას ვერ ხედავ. ბოლო დიდი გაკვირვა ქრისტეში ამას მაინც ვერ ხედავ. გიორგი, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, მობრძანებისთვის და მადლობა. შემდეგ გადაცემაში დავიწყოთ სწორედ ამით. როგორ მიიღო კურთხევა იაკობმა ისააკისაგან ესავის ნაცვლად. კი ბატონო. ძირფასო ტელემაყურებლებო, დაგემშვიდობებით, ჩვენ გავაგრძელებთ მამამთავარ იაკობზე საუბარს შემდეგ გადაცემაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდით.